დღევანდელ ვიდეოში კიდევ ერთხელ ვისაუბრებ მუდონის ბრენდთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბოლოს გქონდა 6 არომატი, ახლა კი 12 სხვადასხვა არომატი გვაქვს. ეს არის ფრანგული ექსტრაქტ დე პარფიუმი, მუდონის ბრენდი ქმნის მიმსგავსებულ არომატებს ისეთი ბრენდების, როგორებიც არის ორტო პარიზი, კრიდი, ლელაბო და დავიწყოთ. ეს არის მუდონის მერინი, რომელიც გავს ორტო პარიზის მეგამარის. საკმაოდ არის, საკმაოდ ცივი, მამაკაცური, უხეში არომატი. ეს არის ფრედერიკ მალეს პრომისის მიმსგავსებული არომატი, არც თუ ისე პოპულარულია ეს კონკრეტული ფრედერიკ მალე. ვებეის აქვს საკმაოდ ინტენსიური, ოდნავ მოკოწახურო არომატი. არც თუ ისე მამაკაცური და არც თუ ისე ქალური. მუდონის ჩარიძმა, რომელიც გავს BDK-ის Gris Charnels, არის საკმაოდ მდიდრული, განსხვავებული დიზაინით ყველა მუდონისგან. ეს არის მუდონის რადიანტი, რომელიც გავს Louis Vuitton-ის Meteors, არის გრილი, ოდნავ მომწარო შავი ციცაკის დამსახურებით. ამ კონკრეტულს რაც შეეხება, ეს არის Fresh-X-ი, რომელიც გავს Parfums de Marly's Delina-ს, ოდნავ უფრო ქალური, მაგრამ რა თქმა უნდა, მამაკაცებისთვისაც საკმაოდ კარგად გამოსაყენებელია. ეს არის ფრედერიკ მალეს Portrait of Lady-ს მიმსგავსებული არომატი, მუდონის ლოისი. არის ოდნავ მოვარდო, მრავალფეროვანი არომატი. Eclipse, რომელიც ბულგარის Tiger-ს გავს და კიდევ ბევრ სხვა არომატს, გემრიელი, ძაფრი, ინტენსიური ექსტრაქტ დე პარფიუმ. ეს არის Tom Ford-ის Tuscan-Leather-ის მიმსგავსებული არომატი, მუდონის ჩარმანტი. Unisex-ი რა თქმა უნდა. ოდნავ მძიმე. ზამთრისთვის სულ რამდენიმე პოზიცია მუდონის ბრენდში. ესენი არც თუ ისე გრილები არ არის, არც თუ ისე ძაფრები და მძიმეები არ არის. რაც შეეხება Elysians, ლელაბო Santa 33-ს გავს თითქმის 1:1. მუდონის Obsidian, რომელიც გავს ყველასთვის ნაცნობ მარკ ანტუან ბარუას განიმედს, ოდნავ უფრო გრილია მაინც მუდონის ეს კონკრეტული პოზიცია და ბოლოს მუდონის ექსტაზი. მუდონის ექსტაზი გავს ლელაბო ენაზერ 3-ს. ანალოგიურად გრილი, უცნაური ხილის არომატი და ბოლოს, უბრალოდ ახლა არის ბოლოს მუდონის Temptation. როგორც ყველა მიმსგავსებული არომატები ქმნის კრიდის ავენტუსის მიმსგავსებულ არომატს. Temptation საკმაოდ გავს კრიდის ავენტუსს. Armaf, Cloud & Wheat Intense Man-ზე კიდევ უფრო მეტად, Afnan-ზე მეტად და Montblanc-ზე მეტად. მაგრამ ცოტა უფრო მაინც ძაფრია, მოგეხსენებათ, არის Extract de Parfum.